2023 წლის თებერვალში ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა 6 ახალი გალაქტიკა აღმოაჩინა, რამაც კაცობრიობას შესაძლებლობა მისცა კიდევ უფრო შორს გაეხედათ კოსმოსში. ამ აღმოჩენამ ბევრი რამ შეცვალა კოსმოსის შესახებ არსებულ ჩვენს ცოდნაში. ერთმა ასტრონომმა თქვა, გამოდის რომ ვიპოვეთ რაღაც იმდენად მოულოდნელი, რომ ეს პრობლემას ქმნის მეცნიერებისთვის. ერთმა ასტროფიზიკოსმა კი შენიშნა, არა უშავს როცა რაღაც არ ვიცით. ჩანს, ღმერთი კვლავაც გვაუწევს ყველას. კოსმოსში ტელესკოპების გაშვებამდე დიდი ხნით ადრე წინასწარმეტყველი ესაია თითქოს პირდაპირ მიმართავდა დღევანდელ მეცნიერებს. განაარიცი და არქსმენია, მარადიული უფალი, შემქმნელია ქვეყნის კიდეებისა. ესაია აგრძელებს და თითქოს მრავალი საუკუნით ადრე ამბობს 21 საუკუნეში ასტროფიზიკოსის ნათქვამს. გამოუკვლებელია ღმერთის გონება. ესაიას სიტყვების კითხვას თუ გავაგრძელებთ, დავინახავთ რომ ის, ვისი გონებაც გამოუკვლებელია, ანუ ღმერთი, უპიროვნო არსება როდია. ის ვინც ეს 6 ახლად აღმოჩენილი გალაქტიკა და ასევე ბევრი სხვა გალაქტიკა შექმნა, იგივე ღმერთია, ვინც აძლევს ძალას და აღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. სამყაროს ღმერთი პიროვნული ღმერთია, ვინც ეხმარება მასზე დაიმედებულთ, რომელნიც უფლის ძალით ძალას განიახლებენ და ასწევენ ფრთებს როგორც არწივები. გქონდეთ მტკიცე რწმენა იმისა, რომ გამოუკლებელი გონების მქონე ღმერთი, განუზომლად დიდი ღმერთი ისაა, ვისაც ვიცნობთ ჩვენ, ისაა, ვინც ძალითა და სასწაულებით მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში.